დაკავშირებით და ინგა გრიგოლიასთან დაანონსებული ბოლო დენის ტარიფების შესაძლო ცვლილებას შევეხებით. დღის გარკვეულ პერიოდში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე შესაძლოა განსხვავებული ტარიფი დაწესდეს. გადახდის ახალი სისტემა საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შედეგად დაინერგება. შესაძლებელია, რომ ცვლილებების შედეგად მოხმარებულმა დილით და საღამოს, ანუ პიკის საათებში შედარებით მაღალი ტარიფი გადაიხადოს, დღის საათებში კი შეღავათიანი ფასით ისარგებლოს. ცვლილებების თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა როგორც სემეკში განმარტავენ, ეს შედარებით გრძელვადიანი გეგმებია. სწორედ სემეკის წევრი გოჩაშონია გვერდება პირდაპირ ეთერში, მე მას მივესალმები და მადლობა სუხთი მისი დროისთვის. ბატონ გოჩა, მოგესალმებით, როგორ გესმით ჩემი? მოგესალმებით, თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დღეს გარკვეულ პერიოდში ელექტროენერგიაზე შესაძლებელია განსხვავებული ტარიფი დაწესდეს. რამდენად რეალისტურია ზოგადად ეს გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ვალდებულებებს ან თქვენს გადაწყვეტილებას ეხება, საუბარი იყო მის გრძელვადიანობაზე. დროში დაახლოებით რაზეა საუბარი, ბატონ გოჩა, როდის შეიძლება ეს განხორციელდეს? გისმენთ? იცით რა, ჯერ პრინციპში ეს საკითხი არ არის ესე თქვა დასმული. გადაჭრით, დიახ, იმიტომ რომ რეალურად ასეთი სახის სატარიფო სისტემებში ჭირდება ზოგადად ბაზრის ლიბერალიზაცია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ენერგოსისტემა დგას გარკვეული ასე ვთქვათ რეფორმების წინაშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ბაზა უნდა დაუახლოვოთ ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზას, უნდა მოვახდინოთ ამ საკანონმდებლო ბაზების ჰარმონიზაცია. შესაბამისად, ჩვენი გაწევრიანებით ენერგეტიკულ საზოგადოებაში ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას, რომ მესამე ენერგეტიკული პაკეტით განსაზღვრული რეგულაციების იმპლემენტაცია მოვახდინოთ ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში. რას ნიშნავს ეს მესამე ენერგეტიკული პაკეტი, რას ითვალისწინებს? ის შედგება 5 ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი რეგულაციისაგან, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დირექტივა ეს გახლავთ 2009-72 დირექტივა, რომელიც ეხება შიდა ბაზრების მოწყობის წესს და რომელიც ითვალისწინებს სწორედ ბაზრების ლიბერალიზაციას. ანუ ბაზრების გახსნას, ასე ვთქვათ, კონკურენციის შემოღებას, როგორც საცალო, ასევე საბითუნო დონეზე. ტვინინგის თემას და ბევრი სხვა რამ, რაზეც თქვენს და ქალბატონ ირინა მილორავად საუბრობდით ჩვენთან ეთერში. საცალო დონე მე მინდა დავაზუსტო უბრალოდ რომ მაყურებლისთვის იყოს უფრო გასაგები თუ რას ნიშნავს კონკურენციისა და ბაზრის გახსნა. საცალო დონეზე თქვენ მოგეხსენებათ, რომ საცალო ბაზარზე ოპერირებს 3 გამანაწილებელი კომპანია. ეს არის თელას ენერგოპრო და კახეთის ენერგოდისტრიბუცია, რომლებიც თავისი არსით ესენი არიან ბუნებრივი მონოპოლისტები, ქსელური კომპანიები, რომლებიც ამავე დროს ახორციელებენ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის მიწოდებას, ანუ ელექტროენერგიით ვაჭრობას. შესაბამისად, ევრორეგულაციები ითვალისწინებს, რომ ეს ორი საქმიანობა უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული და შესაბამისად უნდა გაჩნდეს ახალი ინსტიტუციები, მიწოდებლების ინსტიტუციები, რომლებიც იქნებიან ერთმანეთთან კონკურენციაში და შესაბამისად საცალო მომხმარებელს ექნება არჩევანის უფლება. ბატონ გოჩა, ეს ინსტიტუციები მე მგონი უპრობლემოდ შეიძლება გაჩნდეს კერძო სექტორიდან. მე ესე ხვდები, ხო? ბატონო, ვერ გავიგე. კერძო სექტორიდან რო გაჩნდნენ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს კერძო სექტორი და ალბათ უფრო მეტად იქნება კერძო სექტორი. ამ მიწოდებლების ლიცენზირებას რა თქმა უნდა განახორციელებს ასევე მარეგულირებელი კომისია და შესაბამისად მომხმარებელს, რაც არის ყველაზე მთავარი, მომხმარებელს ექნება არჩევანის უფლება. ალტერნატივები გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით ვადები როგორ არის, ბატონ გოჩა, როდის მიეცემა საშუალება ბიზნესს რომ კარგად დაფიქრდეს, ბუნებრივია, ვისაც ამის ინტერესი ექნება, რომ გახდეს თუნდაც იგივე თელასის ენერგოპროს და კახეთის გამანაწილებელი ქსელის ალტერნატივა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა საჭირო არის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. სწორედ ამაზე არის ამჟამად საუბარი, რომ ენერგეტიკულ საზოგადოებაში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ გვექნება ვალდებულება, რომ შევცვალოთ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა. სწორედ მოქმედმა კანონმდებლობამ უნდა მოგვცეს ჩვენ საფუძველი და ასე ვთქვათ. შეიძლება ამან წელიწადზე მეტი წაიღოს გაწევრიანება და ეს არის პროცესი, იმიტომ რომ შეუძლებელია საცალო ბაზრის გახსნა და მისი ასე ვთქვათ დერეგულირება, თუ არ იქნება ასევე საბითუნო ბაზრის გახსნა. ამიტომ ეს ორი სექტორი ერთმანეთთან მჭიდროდ არის კავშირში. შესაბამისად, ალბათ ეს უნდა იყოს ეტაპობრივი პროცესი, რომელმაც შეიძლება გასტანოს რამოდენიმე წელი. ჩვენ გამოცდილება, ასე ვთქვათ, ჩვენი კოლეგების, იგივე ბალტიისპირეთიდან, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც ამ პროცესმა შეადგინა 5-დან ვთქვათ 8 წლამდე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ეს პროცესი იქნება უფრო სწრაფად, რადგან ჩვენ უკვე გარკვეულწილად შეგვიძლია ვისწავლოთ მათ შეცდომებს.
იგივე გამოცდილების გათვალისწინებაც შეგვეძლება. ეს იყო სემეკის წევრი ბატონი გოჩაშონია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საინტერესო საკითხების წამოწევისთვის. საქართველოში სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.